მომავლის ავტომანქანა ტრანსპორტი, რომელიც არ აბინძურებს გარემოს და ელექტროენერგიით იტენება. დღეს Toyota-ს ჰიბრიდული ავტომობილის სატესტო გავლას შეგიძლიათ ჩვენს პირდაპირ ეთერში დააგვერდეთ. ვაკა საბურთალოს გზაზე ჰიბრიდული Toyota-ს ტესტ-დრაივისთვის ემზადება ჩვენი კორესპონდენტი ნინო ლაშხი. დეტალებზე ის თავად მოგვიყვება. ნინო, დილამშვიდობის. ნინო, დილამშვიდობის. დილამშვიდობისა. დღეს მსოფლიო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოში ამ თარიღთან დაკავშირებით უფრო ადრე დაიწყეს ზრუნვა და 17 მაისიდან 18 ივნისი გამოაცხადეს მწვანე თვეთ. გარემოს დაცვის მინისტრია დღეს ჩვენთან ერთად ქალბატონი ხათუნა გოგალაძე, რომელიც უფრო დაწვრილებით გაგვაცნობს იმ პროგრამასაც თვის განმავლობაში იყო დაგეგმილი და ამის შემდეგ უკვე გადავალთ დღის მთავარ ძირითად ყველაზე მასშტაბურ სანახაობაზე ჰიბრიდული ავტომობილის ტესტ-დრაივზე, იგივე სატესტო გასვლაზე. მოგესალმებით ქალბატონო ხათუნა და დიდი მადლობა იმისთვის, რომ დღეს ჩვენთან ერთად დაიწყეთ. პირველ რიგში რაც ყველაზე მთავარი ალბათ რა, ეკოლოგიური რეალობა არის დღეს საქართველოში. ეკოლოგიური რეალობა არც თუ ძალიან სახარბიელოა, გვაქვს ძალიან ბევრი გარემოს დაცვითი პრობლემა, ეს იქნება გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით, ბუნებრივი რესურსების რაციონალურ მოხმარებასთან და მდგრად გამოყენებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დღევანდელი დღე, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე, მიმართულია სწორედ იქით, რომ მოხდეს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რადგან მოსახლეობა, საზოგადოება, თითოეული ჩვენი მოქალაქე ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ერთის მხრივ ამ პრობლემების წარმოქმნის, ასევე მათი გადაჭრის თვალსაზრისითაც. შესაბამისად, მათი აზრის ფორმირება, დამოკიდებულება გარემოს მიმართ არის მნიშვნელოვანი. ამასთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე ღონისძიება გაიმართა 18 ივნისამდე კიდევ იგეგმება მრავალი ასეთი ღონისძიება, მაგრამ დღესდღეობით ამჟამად ჰიბრიდული მანქანა არის ძირითადი თემა. რა არის ეს ავტომობილი? რამდენად მნიშვნელოვანია და ორგანული შეიძლება იყოს ეკოლოგიურ სისტემასთან ჰიბრიდული ავტომობილების გამოყენება საზოგადოებაში. მწვანე თვესთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება, მაგრამ ახლა არ შევჩერდები ამ ღონისძიებებზე. ჰიბრიდული მანქანები და საერთოდ სუფთა ტრანსპორტის განვითარება და ხელშეწყობა არის მნიშვნელოვანი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით, რადგან მარტო თბილისის მაგალითზე თუ ვიტყვით, 95% ჰაერის დაბინძურებისა სწორედ ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვი შეადგენს. შესაბამისად, ნებისმიერი სუფთა ტრანსპორტი, ეს იქნება მცირე ლიტრაჟიანი თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ ჰიბრიდული, არის უნდა დაუჭიროს მხარი და რაც უფრო მეტად განვითარდება ასეთი სატრანსპორტო საშუალებები, მის მეტად იქნება ჩვენი ჰაერი დაცული. დიდი მადლობა ქალბატონო ხათუნა. ქალბატონო ხათუნა, სულ ცოტა ხანში ჩვენი მაყურებლებიც მონაწილეები იქნებიან თუ როგორ გაივლის ოფიციალურად ტესტ-დრაივს ქალბატონო ხათუნა ჰიბრიდული ავტომობილით. მანამდე Toyota-ს წარმომადგენელი, კავკასიის Toyota-ს წარმომადგენელი გვიერთდება და უფრო დააკონკრეტებს ალბათ ჩვენი მაყურებლისთვის გასაგებს გახდის, რას ნიშნავს ჰიბრიდული ძრავის მქონე ადამიანი. მოგესალმებით. Hello. Hybrid is the most environmentally solution from Toyota. ეს არის ჰიბრიდული ძრავი, რომელიც გახლავთ Toyota-ს know-how. შესაბამისად, Toyota არის ლიდერი ამ მსგავსი მანქანების წარმოებაში. და ეს არის ყველაზე გარემოსთვის ყველაზე მეგობრული ესეთი ავტომანქანა, სპეციალურად შექმნილი იმისთვის, რომ ნაკლებად მიაყენოს ზიანი გარემოს. რამდენად ეკონომიური არის და რას ნიშნავს ზოგადად ჰიბრიდული ავტომობილის მომავალი საქართველოში? რამდენად შეიძლება yes, ვარაუდოთ, რომ მომავალი აქ ჰიბრიდულ hybrid is the car with the best combination between the electric motor and the petrol engine. ეს არის საუკეთესო კომბინაცია ჩვეულებრივ ძრავსა და ჰიბრიდულ ელექტროძრავს შორის. მე დავამატებ კომენტარს გავაკეთებ, ორივე ძრავი ერთდროულად არ მუშაობს. ერთი მეორეს კვებავს, ასე ვთქვათ, მუშაობს ელექტროძრავი ნაკლებ სიჩქარეზე და ირთვება მეორე ჩვეულებრივი სტანდარტული ძრავი, როდესაც ავტომანქანა სიჩქარეს უმატებს მოძრაობისას. And it can achieve the excellent fuel consumption and low CO2 emissions. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ახსენით ჰიბრიდული ავტომობილის მოძრაობა. ახლა კი უშუალოდ
ვისოლის წარმომადგენელზე გადავიდეთ, რომელიც შეეცდება უფრო უკეთესად აგვიხსნას, რატომ ვიმყოფებით ამჟამად ვისოლის ბენზინგასამართ სადგურთან და არა სხვა გასამართ სადგურთან. ბატონი ვასილ ხორავა, გენერალური დირექტორი, ვისოლის გენერალური დირექტორი, აგვიხსნის, როგორც გავიგე, ელექტრომანქანა ბევრად უფრო ეკონომიურია ბენზინის თვალსაზრისით, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კომპანიები, რომლებიც ბენზინს აწარმოებენ, არ უნდა იყოს ხელსაყრელი ამ ტიპის მანქანების გამოჩენა. ვისოლი კი პირველი მხარდამჭერია გარემოს დაცვის სამინისტროსი. რატომ? რამ გადაგაწყვეტინა? მოგესალმებით, დილამშვიდობისა. მინდა მოგილოცოთ ყველას გარემოს დაცვით დღე. კითხვას პასუხი თუ რატო უჭერს ვისოლი მსგავს აქციებს, ეს არის ჩვენი კორპორატიული პასუხისგებლობა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის მსგავსი ტიპის აქციების მოწყობა, რომელიც დაკავშირებული არის გარემოს დაცვით დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვით ღონისძიებებთან დაკავშირებით. რაც შეეხება მანქანებზე, რომელიც კომპანია Toyota-მ შექმნა, ჰიბრიდული მანქანები, მათი უპირატესობა გამოიხატება იმაში, რომ ნაკლებ საწვავს მოიხმარს და შესაბამისად ვისოლი გრძელვადიანი კუთხით ახარს უჭერს ზოგადად გარემოს დაცვის მიმართულ ღონისძიებას და შესაბამისად გარკვეულწილად ეს მანქანაც არის ეკოლოგიურად სუფთა, ნაკლებია მის საწვავის მოხმარება, მაგრამ ჩვენი მედი გვაქვს, რომ ნაკლებ საწვავს მოიხმარს, მაგრამ მეტად იმგზავრებს ჩვენი მომხმარებლები და საერთო ჯამში გარემოს ზრუნვაც ამაში გამოიხატება, რომ ნაკლები დაბინძურება მოხდება. ამავე დროს კომპანია ვისოლის ჩართულობა დღევანდელ აქციასთან ეს არ არის მარტო დღევანდელი მდგომარეობა, იმიტომ რომ ჩვენ წლების განმავლობაში ხარს უჭერდით გარემოს დაცვის დღესასწაული მიძღვნილ ღონისძიებების ორგანიზატორები ვიყავით და დღესაც წარმოდგენილი ვართ როგორც ორგანიზატორები. კომპანია ვისოლის გარემოს დაცვის ღონისძიებებში გამოიხატება იმაში, რომ კომპანია აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა ევრო 5 სტანდარტის იტალიური პროდუქტის იმპორტს საქართველოში. ამავე დროს ავითარებს ინფრასტრუქტურას ბუნებრივი გაზით სადგურებისა, რომელიც მოგეხსენებათ, ბუნებრივი გაზი არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, ეს არის გარკვეული ჩვენი მხარდაჭერა, რომ ჩვენ მომხმარებლებს მიეცეს საშუალება შეეძინონ ჩვენ ინფრასტრუქტურაში ბუნებრივი გაზი და ამით გარკვეულწილად მხარი დაუჭრონ ერთ-ერთ როგორც ბიუჯეტური პროდუქტი არის და ნახევარი ფასების ფაქტობრივად საწვავთან მიმართებაში ბუნებრივი გაზი, ამავე დროს ეკოლოგიური ღონისძიებებსაც მიიღებს პროპორციულად მონაწილეობას, ამიტომ წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ვასილ, დღე ჩვენთან ერთად რომ დაიხსნათ. ახლა კი ისადავშენია დღის პროგრამის მთავარი თემა გავშალოთ და ქალბატონ ხათუნას გზა დაულოცოთ და გავაცილოთ ჰიბრიდული მანქანით ოფიციალური ტესტ-დრაივით მოეწყობა. ავტობილდის ექსპერტიც გვერდზეუცის. ქალბატონ ხათუნა გამოცდილებებზე დაგელოთ. მადლობა ნინო, დაგემშვიდობებით. ჩვენს გადაცემაში რეკლამის დრო დადგა, რეკლამის შემდეგ დილის კურიერი გელოდებათ.